პლენარული სხდომა პარლამენტში რამდენიმე წუთით დაგვიანებით დაიწყო. გიორგი მარგველაშვილს დღეს ცენტრალური შესასვლელი არ გამოუყენებია. პრეზიდენტმა მისთვის განკუთვნილი ოთახით ისარგებლა. იმის გამო, რომ სახურავიდან წყალი ჩადიოდა, მას საკანონმდებლო ორგანოში წითელი ხალიჩების ნაცვლად სათლები დაახვედრეს და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი პრეზიდენტის სხდომათა დარბაზში მარტო შევიდა. მას პროტოკოლის თანახმად პარლამენტის თავმჯდომარე არც შესასვლელში და არც დარბაზში დახვდა. მარგველაშვილმა ხელი ჩამოართვა უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებსაც. მთავრობისთვის განკუთვნილი სავარძლები კი თავისუფალი იყო. მინისტრების სხდომას არ დაესწრნენ, პრემიერ-მინისტრი კი სავარაუდოდ, როგორც მან რამდენიმე დღის წინ დაანონსა, პრეზიდენტის გამოსვლას ტელევიზორით ადევნებდა თვალს. ქვეყნის პირველი პირი ტრიბუნასთან ორჯერ ავიდა. წელს გიორგი მარგველაშვილს მმართველ გუნდთან ერთად ოპოზიციამაც დაუკრა ტაში. თურით დაიმსახურა პრეზიდენტმა ეს ტაში და რა აქცენტები გააკეთა შემაჯამებელ გამოსვლაში, თეონა ხარაბაძისგან გავიგებთ, ის ჩვენ ქუთაისიდან შემოგვიერთდება. მე მათთან ერთად დავდობ იმ პრობლემებზე, რომლებიც ერთად შეგვექნა. ასეთია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიმართვა იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც ლარიკუს კურსის გამო პრობლემები შეექმნა. გიორგი მარგველაშვილს დღეს საშუალება ჰქონდა ფრაქციათა თავმჯდომარეების შემდეგ გამოსულიყო ტრიბუნაზე სიტყვით. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით მთავრობას მოუწევს გუნდური მუშაობა, ასევე მთავრობამ უნდა გამოიყენოს ყველა რესურსი, რომელიც მის ხელთ არსებობს, მათ შორის სავაჭრო ურთიერთობები. სამწუხაროდ ლარის კურსი ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა ჩვენი ეკონომიკისათვის და მე მინდა უთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ მათთან ერთად დავდობ იმ პრობლემებს, რომელიც ჩვენ ერთად შეგვექმნა. ჩვენ უფრო აქტიურად უნდა მოვიწვიოთ, ჩვენი პარტნიორები უფრო ფართედ უნდა გავაღოთ კარი საგარეო ინვესტიციებისათვის. ის ვინც ინვესტიციას ახორციელებს, საქართველოში ახორციელებს ინვესტიციას ისეთ რეგიონში, რომელსაც უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ფუნქცია გააჩნია. რეგიონის 14 ქვეყნიდან, რომელსაც არ აქვს გასასვლელი ზღვაზე, 8 თავის კარიბჭეს, საზღვაო კარიბჭეს საქართველოში ხედავს. საკანონმდებლო ორგანოში დღეს არ გამართულა დებატები, თუმცა 11 ფრაქციის ხელმძღვანელს საშუალება ჰქონდა 15 თვის განმავლობაში ესაუბრათ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობის შესახებ. საპარლამენტო უმცირესობა აპელირებდა საარჩევნო სისტემით, ასევე ევროატლანტიკურ კურსთან დაკავშირებული საკითხებით. გოგა გაბაშვილმა დღეს კომენტარი გააკეთა სხდომათა დარბაზშივე მთავრობის არდასწრების შესახებ. მან თქვა, რომ ცარიელი სკამები, რომლებიც დარბაზში იყო, არის მიმანიშნებელი იმისა, რომ ეს ხელისუფლება არის შესაცვლელი. გოგა გაბაშვილმა ასევე გიორგი მარგველაშვილს შეახსენა კალამი, რომელიც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა მას აჩუქა. გაბაშვილის თქმით, ეს კალამი აღმოჩნდა წყევლა პრეზიდენტის ინსტიტუტისათვის. მოგვიანებით ოპონენტს უპასუხენს მმართველ გუნდში გია ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემა ხდება ყველა უწყების მხრიდან, ხოლო ის, რაც დღეს მოხდა, რომ მთავრობა არ მოვიდა საკანონმდებლო ორგანოში, ეს არის იმის ბრალი, რომ ქვეყანაში მოქმედებს ახალი კონსტიტუციური ნორმა, ამ ნორმის მიხედვით კი პრეზიდენტს აქვს შეკვეცილი უფლებები. საქართველოს მთავრობა, როგორც ასეთი მთავრობა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, მთავრობა, რომელიც თავის თავზე პასუხისმგებლობას აიღებს, რომელიც გადაწყვეტილებებს მიიღებს, რომელიც სულსა და კარგს გაარჩევს, რომელიც ამ ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს, არ არის არამხოლოდ აქ, არამედ არ არის საერთოდ. დიახაც დაუნდობელი ბრძოლა უნდა გამოუცხადოთ დანაშაულს, კრიმინალს. განსხვავება ისაა, რომ დღეს ეს სამართლისა და სამართლიანობის ურყევი პრინციპით ხორციელდება. ეს უნდა იყოს ნებისმიერი ხელისუფლების საქმიანობის მთავარი კრედო, ესაა საქართველოს საზოგადოების მთავარი მოთხოვნა. თავისუფალი სასამართლო, დამოუკიდებელი მედია, თავისუფალი ბიზნესი, მთავრობის ანგარიშვალდებულება საზოგადოებისადმი, სამართლიანი არჩევნები, თვითმმართველობის წახალისება, თავისუფალი ადამიანი, ჩვენი ხელისუფლების მთავარი მახასიათებელი. გიორგი მარგველაშვილი დღეს სხდომათა დარბაზში პირველ საათზე გამოცხადდა, თუმცა მას პროტოკოლის მიხედვით არ დახვედრია პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. თუ როგორ მიმდინარეობდა მთელი დღის განმავლობაში პარლამენტში მოვლენები და რა აქცენტებზე გააკეთა ყურადღება საქართველოს პრეზიდენტმა, დეტალები ჩვენ სიუჟეტში. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას საგარეო პრიორიტეტებზე, ქვეყნის ევროპულ არჩევანზე და რუსეთთან ურთიერთობებზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა უნდა გაღრმავდეს და გაძლიერდეს იმ სახელმწიფოებთან, რომელთაც საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები ჯერ კიდევ არ აქვს. საქართველოს უსაფრთხოება და კეთილდღეობა უშუალოდაა დაკავშირებული ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან. რუსეთის ფედერაციამ
კვლავ არასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებას. გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის საგარეო და საშინაო პრობლემებზე, თავდაცვაში გატარებულ რეფორმებზე, ქვეყნის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე და უმცირესობების უფლებების დაცვაზე გაამახვილა ყურადღება. ჩვენ მიზნად უნდა დავისახოთ დისკრიმინაციის წარმოშობ მიზეზს და აღმოფხვრა. პრობლემა ხომ არა მხოლოდ ძალადობაშია, არამედ აზროვნების იმ ფორმაში, რომლითაც ხდება ადამიანის დისკრიმინაცია, სტიგმატიზება, პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა შეხედულების, სექსუალური ორიენტაციის, ავადმყოფის, შეზღუდული შესაძლებლობებისა თუ ქრომოსომების რაოდენობითაც კი. სურს შევჩერდე კიდევ ერთ მტკივნეულ პრობლემაზე, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს განსაკუთრებული სიმწვავით შეეხო. მხედველობაში მაქვს 2014 წელს შემაშფოთებელი მასშტაბებით და სისასტიკით გამოვლენილი ძალადობა ქალთა წინააღმდეგ. პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლაში აქცენტი გაკეთდა სახალხო დამცველის ფუნქციების და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე. უახლესი წარსულის გამოცდილება, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა მძიმე შედეგებით აწვება ჩვენს წარსულს და ეს წარსული არასდროს არ უნდა განმეორდეს. ამდენად უპირველეს ყოვლისა აუცილებლად მიმაჩნია სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერება, მისი აღჭურვა კონტროლის განხორციელებისა და რეაგირების მეტი და უფრო ეფექტური მექანიზმებით. გიორგი მარგველაშვილმა სწორი საარჩევნო მოდელის დანერგვის აუცილებლობაზე ისაუბრა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, პრინციპულია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა და ამასთან დაკავშირებული საკითხის ინიცირებისკენაც მან პარლამენტს მიმდინარე საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მოუწოდა. სხვა ცვლილებებთან ერთად საერთო აზრით პრინციპულია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა. იმისთვის რომ ეს შედეგები უკვე შემდეგ არჩევნებზე მივიღოთ, აუცილებელია ამ ცვლილების ინიცირება უკვე საგაზაფხულო სესიაზე. პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას პარლამენტში მთავრობა არ დაესწრო. გიორგი მარგველაშვილის მოსასმენად ქუთაისში დიპლომატები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და არასამთავრობოების წარმომადგენლები ჩავიდნენ. მე შეგახსენებთ, რომ ეს იყო გიორგი მარგველაშვილის რიგით მეორე ყოველწლიური ანგარიში, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოს უკვე მეოთხედ სტუმრობს. გიორგი მარგველაშვილის სიტყვის გამოსვლას არ დასწრებია მთავრობის წევრები, როგორც ისინი აცხადებდნენ. მთავრობის არ დასწრების მიზეზი გახდათ ის, რომ შეცვლილი არის კონსტიტუცია და მარგველაშვილს ამ კონსტიტუციის მიხედვით აქვს შეკვეცილი უფლებები. თუ როგორ აფასებენ კანონმდებლები გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას, დეტალების შესახებ უკვე ჩემი კოლეგა თორნიკე ხურციძე ისაუბრებს. მართულ გუნდში დადებითად აფასებენ პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლას საკანონმდებლო ორგანოში, აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა სწორი აქცენტები გააკეთა ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა უმრავლესობის ერთ-ერთი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი უკმაყოფილოა იმით, რომ გიორგი მარგველაშვილი სხდომათა დარბაზში შესვლის დროს მას არ მიესალმა, დეპუტატმა მოგვიანებით ამის მიზეზიც განმარტა. გიორგი მარგველაშვილის დღევანდელი გამოსვლით კმაყოფილია ოპოზიციაც, თუმცა ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტ შეეძლო გარკვეულ საკითხებზე უფრო მკაფიოდე ესაუბრა. დღევანდელ გამოსვლას დადებითად აფასებს თავისუფალი დემოკრატები. ძალიან კმაყოფილი ვარ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლით. მე ვფიქრობ, რომ პრაქტიკულად ყველა თემაზე, რაც დღეს საზოგადოების დღის წესრიგშია, რაზეც ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში კითხვები აქვთ ან სურვილი აქვთ, რომ მოისმინონ მათი ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენლისგან გამოსვლა, მათ მიიღეს ძალიან მკვეთრი ნათელი ხედვა. მე ვისურვებდი ცოტა მეტი შემოთავაზებული ყოფილიყო პრეზიდენტის მხრიდან, თუმცა ეს არჩევანია, რა თქმა უნდა, რომელსაც გამოსვლის დროს მოხსენებელი აკეთებს. მე პრაქტიკულად შემიძლია გითხრათ, რომ 1-2 გამონაკლისის გარდა და ჩემ მოხსენებაში ამაზე ვიტყვი, შემიძლია ხელი მოვაწერო პრეზიდენტის თვალ გამოსვლას. დააკვირდით პრეზიდენტმა არ ჩაუმართვა ხელი მე. როცა პროტოკოლის მიხედვით პრეზიდენტი შემოდის დარბაზში, ვალდებულია, ეს პროტოკოლის წესია, ეტიკეტი ითხოვს ამას, რომ ხელი ჩამოართვას პირველივე შემთხვევაში. და რაც კი მოდის პარლამენტში, ყოველთვის ის ამ წესს იცავს. დღეს მან ეს წესი დაარღვია და როგორც ჩანს, კოტე კუბლაშვილისთვის დიდი მადლობის გადახდის და ხელის მჭიდროდ ჩამორთმევის შემდეგ მოერიდა ჩემთვის თვალებში შეხედვა. პრეზიდენტი საუბრობდა ეკონომიკის პრობლემებზე, მან არ საუბრა მთავრობის პასუხისგებლობაზე და იმაზე, თუ რამ გამოიწვია ეს კრიზისი. როდესაც ისაუბრებდა რუსეთის პრობლემაზე, პოზიტიურად შევაფასებდი იმას, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი მან ნეგატიურად შეაფასა, თუმცა აქვე სრულიად ბუნდოვანი იყო ის
ტერმინების ცნება, როგორც არის კონფლიქტები, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ კონფლიქტი გვაქვს, არა გვაქვს რუსეთთან, არამედ გვაქვს აფხაზეთთან და ოსეთთან და ეს ნეგატიურად შეიძლება შეფასდეს. პირველ რიგში ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის გამოსვლა იყო სახელმწიფოებრივი ხასიათის გამოსვლა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გამოსვლა ამავე დროს. რამე თუ მან ყურადღება გაამახვილა პრაქტიკულად ყველა იმ წარმატებაზე, იმ პრობლემებზე, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს, ძალიან ობიექტური, მიუკერძოებული სახით და მასში არ იგრძნობოდა რაღაც ის რომ რომელიმე ცალკეული პოლიტიკური პარტიის პრეზიდენტია ან ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფების. აქ იგრძნობოდა ის, რომ იგი საქართველოს პრეზიდენტია, იგი განიცდის იმ არსებულ პრობლემებზე, რომელიც დღეს არის. პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა შეაფასა აჭარის დეპუტაციამაც. აღსანიშნავია, რომ გიორგი მარგველაშვილის დღეს არ უსაუბრია აჭარაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე, რაც აღნიშნეს კიდეც დეპუტატებმა. მათ ნაწილი ასევე აღნიშნავდა, რომ გიორგი მარგველაშვილს შეეძლო ყურადღება გაემახვილებინა რეგიონში შექმნილ პრობლემებზე, მათ შორის დევნილებისა და ეკომიგრანტების საკითხზე. აჭარის თემას უნდა გითხრათ, რომ არ შეეხო და მე ვფიქრობ, რომ ზუსტად არ შეეხო, იმიტომ რომ აჭარაში მიმდინარეობს ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი, ასე რომ განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა არ ღირდა, თუმცა რამდენიმე წინადებას პრინციპი კაცმა რომ თქვას ველოდი, მაგრამ აქ განსაკუთრებულება არაფერია. ყველაზე მაინც მნიშვნელოვანი ის გონია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მნიშვნელოვანი მესიჯი გაუგზავნა საქართველოს პარლამენტს, ეს გახლავთ საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით, ეს იქნება ერთგვარი ტექსტი დღევანდელი უმრავლესობისათვის, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში შიმშილობდა კიდეც იმისათვის, რომ საარჩევნო კოდექსში სერიოზული ცვლილება შესულიყო. არ შეხებია საერთოდ დევნილთა საკითხი იყო დასმული და მე ვესალმები, რომ ყოველთვის უნდა გაუმჯობესდეს მათი ცხოვრების პირობები, მაგრამ ეკომიგრანტების შესახებ საერთოდ არ ყოფილა საუბარი, რომელსაც უარესი მდგომარეობა უარესობისკენ მიდის და აუცილებელია ამ ხალხზე მიმართულების მიცემა. დღესდღეობით ალბათ ყველას მოგეხსენება თუ რა რთული სიტუაცია თუ გინდათ ავიღოთ წალკის მუნიციპალიტეტში. პრეზიდენტის დღევანდელ მოხსენებას დარბაზში ესწრებოდნენ არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ჩვენ ასევე შეგვიძლია მათი შეფასებებიც მოვისმინოთ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო მოხსენება ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტს, მან მართლა გაუსვა ხაზი და შეეხო იმ საკითხებს, რომელიც პრობლემატურია და რომელიც მნიშვნელოვანია დღეს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი მოსმენა საგარეო კურსთან დაკავშირებით და ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით, იგივე ნატოსთან და ევროკავშირთან და რა თქმა უნდა, მან მხარი დაუჭირა ჩვენს აქტიურ თანამშრომლობას. ამის შემდეგ მნიშვნელოვანი იყო მისი საუბარი ეკონომიკაზე ზოგადად და იმაზე თუ რა გამოწვევები აქვს საქართველოს ეკონომიკას, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი მოსაზრების მოსმენა. პარლამენტში პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლას უკვე მოჰყვა გამოხმაურება მთავრობაში, ასევე პოლიტოლოგების მხრიდან. დეტალებზე ლელა გოგოლაძე თბილისიდან. თორნიკე, ექსპერტები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლაში ორ ძირითად მიმართულებას გამოყოფენ, ესენია საგარეო და საშინაო პოლიტიკა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომ საქართველოს პრობლემატიკა მუდმივად უნდა იდგეს საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში, პოლიტოლოგებში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ექსპერტები თვლიან, რომ გიორგი მარგველაშვილის მხრიდან აქტუალურად დაისვა ის პრობლემატიკა, რასაც ჰქვია რუსეთის მხრიდან რეგიონში განხორციელებული სამხედრო აგრესია. იყო ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯები, რუსეთის კრიტიკის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო მესიჯი მის შესახებ, რომ საქართველოს უნდა იყოს პრობლემური საკითხი საერთაშორისო ურთიერთობებში და არ შეიძლება რომ ჩვენ ჩამოვაცილოთ ეს ასეთი საკითხების განრიგს, იმიტომ რომ ეს ნიშნავს ნაკლებ ყურადღებას საქართველოს მიმართ, ნაკლებ ჩართულობას საერთაშორისო თანამეგობრობის. იყო ძალიან ბევრი კონკრეტული ამოცანა დასახული ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით, როგორც ევროკავშირის თვალსაზრისით, რიგის სამიტისთვის. იმ სიტუაციაში, როცა ჩვენ გვესმის ძალიან განსხვავებული მესიჯები, ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან, მათ შორის საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი არ არის ის ასე ვთქვათ, ღერძი, რომელიც საბოლოო ჯამში ასწორებს ამ ეკლექტურ ჯგუფს ამ ხელისუფლებაში. პრობლემა კი არ უნდა იყოს საქართველოს. საქართველოს მუდმივად ასე ვთქვათ, უნდა იყოს იმ თამაშის წესების მომხრე საერთაშორისო პოლიტიკაში, გეოპოლიტიკას გულისხმობ, რასაც გურველია
და არაშიდა პოლიტიკას იმ თამაშის წესების მომხრე, რომელიცაც მისი პარტნიორები, ასე ვთქვათ, გასაზღვრავენ. კი არ სთავაზობენ და კი არ ეუბნებიან მარტო შენი თამაშები. არამედ აი ერთად რომ თამაშობენ. ასე რომ საქართველოს პრობლემები პირიქით მინიმალურად უნდა შეუქმნას თავის პარტნიორებს, მაგრამ თვითონ პარტნიორებთან ერთად პრობლემა უნდა შექმნას. ეს სხვა არის. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს, ექსპერტები თვლიან, რომ გიორგი მარგველაშვილი ამ მიმართულებით თამამი და აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული იყო. პოლიტოლოგების მოსაზრებით, გიორგი მარგველაშვილმა აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებზე სწორი აქცენტები დასვა, თუმცა მათ თავიანთი შენიშვნებიც აქვთ. უნებრივია არის მთელი რიგი საკითხები, რაზეც მე უფრო დეტალურად ვისაუბრებდი, თქვა პრეზიდენტის ადგილას, იგივე საგარეო პოლიტიკაზე თქვა სხვა თემებს რო დავანებოთ თავი, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით შეიძლებოდა მეტი კრიტიკა იმ ორაზროვანი განცხადებებისა, რაც არსებობს თქვა ნატოსთან მიმართებაში, შეიძლება კიდევ უფრო კონკრეტული და მკაფიო ყოფილიყავი იგივე თქვა კარასიმ და აბაშიძის ფორმატის მიმართ, დეტალიზაცია, მეტი თქვა აქცენტი, რა თქმა უნდა, შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რა შეიძლება უფრო უკეთ გაეკეთებინა, თუმცა დღეს ეს არ იყო ის გამოსვლა, რომელიც იმსახურებს კრიტიკას. შეიძლება გამოიკვეთოს ის, რომ პროდასავლური კურსის უალტერნატივობაზე ისაუბრა. შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური პრობლემებთან დაკავშირებით ცოტა ასე ვთქვათ, ზედაპირული პოზიცია ჰქონდა. პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა ჩემთვის თავის წინაპირობით არსებობს. წინა ისტორია ეს იყო გაუთავებელი გარჩევების საკითხისა, მთავრობა უნდა დასწრებოდა თუ არ დასწრებოდა ღონისძიებას. და გამოსვლაში, პრეზიდენტის გამოსვლაში, მთავრობის მიმართ, მთავრობის ასეთი საქციელის მიმართ გაღიზიანება იგრძნობოდა. პრეზიდენტის მოხსენების პარალელურად დღეს მინისტრთა კაბინეტის ნაწილი სხვადასხვა ღონისძიებას ესწრებოდა. მათ პარლამენტში არ ყოფნასთან დაკავშირებით განმარტებები დღესაც გააკეთეს და მთავარ მიზეზად გადატვირთული გრაფიკი დაასახელეს. ვერ ვესწრები, თუმცა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ეს არა უფლების ან ვალდებულების, არამედ მიზანშეწონილობის საკითხია, მე ვფიქრობ, ამიტომ ყველა მინისტრმა თავად გადაწყვეტა, როგორ უნდა მოქცეულიყო ამ შემთხვევაში. 7 რიცხვში მივდივარ მივლინებაში და ამიტომ დელეგაციების ვიზიტმა და ჩემმა განრიგმა კიდევ აქ დღეებში გადმოიწია და ამიტომ ფიზიკურად მართლა ვერ მოვასწარი, მაგრამ აუცილებლად გავეცნობი, იმიტომ რომ საინტერესოა და მე ვფიქრობ, ყველა ქართველისთვის და რიგითი მოქალაქისთვის უნდა იყოს საინტერესო რის თქმას აპირებს პრეზიდენტი. პოლიტოლოგები ჩვენთან საუბარში იმედს გამოთქვამენ, რომ პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლაში გაჟღერებული გზავნილების რეალური ადრესატი აღმასრულებელი ხელისუფლებაც იქნება და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის კონსოლიდირებული ურთიერთობები ჩამოყალიბდება.